ბედნიერება არ არის ფუფუნებაში და რაღაც განსაკუთრებულ შესაძლებლობებში. ბედნიერება არის წვრილმანებში. უბრალოდ შეხვედრა შეიძლება გახდეს ძალიან დიდი мотиваციის საფუძველი. ადამიანის უბრალოდ ქცევა შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ შენ აღარ შეგეშინდეს, იყო უფრო თამამი. ყველაფერში არსებობს მაგრამ და სამაგიეროდ. სამაგიეროდ ჩვენ სულ სხვა თვალით დავინახეთ სამყარო. ვისწავლეთ, რომ სუსტი მხარეები არ არის იმისთვის, რომ ფარხმალი ჩამოყარო და არაფერი არ გააკეთო. პირიქით, გეძლევა ახალი ბიძგი, რომ რაღაც უნდა ნახო. უკეთესი გამოსავალი, რომ შეიმსუბუქო შენი მდგომარეობა და არც სხვისთვის არ იქცე ტვირთად. ლიკა არის 8 თვიანი, მიკროცეფალია, სკოლიოზი, კიფოზი და თრომბოციტოპენია. ასაკის მატებასთან ერთად გამოვლინდა მეტყველების დარღვევა და რაც დრო გადიოდა, უფრო მეტად ერიდებოდა უცხო ადამიანებთან ურთიერთობას. მივხვდით, რომ ძალიან გაუჭირდებოდა და დავიწყეთ იმ გზების ძიება, რაც დაანგრევდა ამ უჩინარ კედელს ლიკას და სამყაროს შორის. მე ვიცი, რომ დიდი ხანი არაცხატავ. კი, წლები არაცხატავ, ხო? რაც ხატავ ხოლმე ძირითადად? ანე ხე ნახლე ლიკას ნახატების რაოდენობა იმრავლა, ის ჩუქნიდა, ხშირად არც გვაქვს ფოტოები მათ ზოგიერთის და მე ისე მოგვეწონა ეს ფერები, რატომაც არა, მოდი სხვა ფორმით გამოვიყენოთ ეს ნახატები და გავუკეთეთ შარფები, დავპრინტეთ, დავარქვით სახელი ლიკასია. ეს შარფებს ჩუქნიდა ისევ თავის საყვარელ ადამიანებს და ამ შარფებთან ერთად ჩუქნიდა თავის ემოციას. ფაქტიურად მისი ნახატები მის შინაგან მდგომარეობას გამოხატავდა და დამოკიდებულებას. განსაკუთრებით ძალიან სასიამოვნოა, ხანდახან ჩემთვისაც ძალიან გასაოცარია, ფერების ისეთ შეხამებას აკეთებს და არის ყველაზე დიდი ბედნიერების საფუძველი ის, რომ სულ ნათელი ფერებით ხატავს და ეს ნათელი ფერები მიმანიშნებს იმაზე, რომ სულიერად ის დამშვიდებულია და აი ყოველი ახალი რაღაც მცდელობის ხარჯზე ჩვენ ვღებულობთ მისგან იმაზე მეც, ვიდრე ამისი მოლოდინი გქონია ოდესმე. ლიკა 2018 წლიდან დასაქმებულია ბავშვთა და მოზარდთა დღის ცენტრში დამხმარე პედაგოგად. ანე უონ ბავშვებს სული. გიყვარს ბავშვები? მისთვის საყვარელ საქმიანობად იქცა ბავშვებთან ურთიერთობა და ბედნიერია დღეს ის ამით. რას აკეთებთ ხოლმე შენ და ბავშვები? თამანო თამაშობთ. კიდევ? ნანანე კიდევ რაღაცებს აკეთებთ ხო ერთად? ლიკას ეს მდგომარეობა გარდა იმისა, რომ იყო ჩვენი ხელშეწყობის შედეგი, ვფიქრობ, იყო თავისი არჩევანი, რომ მას მოისურვა თავისი მდგომარეობის შეცვლა. ეს ძალიან შეუპოვარია, შრომის მოყარია, უზომოდ პასუხისმგებლიანია და არის ძალიან წესიერი. არასოდეს არ ცდილობს, რომ სხვას ხელი შეუშალოს, მისდამ დაკისრებულ მოვალეობას შეძლებს და მაგრამ ცდილობს, რომ ლამაზად და სწორად შეასრულოს და არ გაუცრუებს სხვებს იმედებს. სხვადასხვანაირი თოჯინები გაქვს, ხო? მე ვიცი, რომ შენ გაქვს თოჯინები შეზღუდული შესაძლებლობითაც. ეს მიზანმიმართულად გაქვს, რათა მათდამი გქონდეს ემპათია. ლიკამ კი იპოვა საკუთარი თავი, მიიღო ის და შეიყვარა და ის შიშები რაც ჰქონდა თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მეტნაკლებად გაუქრა, მაგრამ ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ სამყაროში არსებულ სხვა ადამიანების მიღებულობის პრობლემა არ ქონდეს, არ გაუჭირდეს მათთან თანაცხოვრება და ეს თოჯინების აქ ყოფნაც ემსახურება მხოლოდ ამას, რომ ლიკა შეეჩვიოს სახლშიც მის ირგვლივაც და გარეთაც განსხვავებულობის მიღებას. შენი ყველაზე საყვარელი ფრაზა რომელია? ნაუნ ანე დედამიწას სიყვარული ატრიალებს.